მოგესალმებით თავგადასავლების და მოგზაურობის მოყვარულებო. ჩვენ ისევ გზაში ვართ და დღეს ვართ ხევსურეთში და ავდივართ შატილში. უნდა გაგაცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც აქაურ ტრადიციებს ინარჩუნებენ და ბევრი საინტერესო და მისტიკური ამბები მოვყვეთ. და რაც თავარია, არ დაგვავიწყდეს აქაური ხინკალი და არაყი. გამოყვევით და გამოგვიწერეთ! ნინუც. დათვიჯვარი. თქვი. ოჩო. ბევრი მცდელობა მქონდა დათვიჯვარი. აი, ისე არ გამომივიდა. დათვიჯვარი. და იცი რატო ქვია დათვიჯვარი? რატო? იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული გზაა და ამბობდნენ რომ მხოლოდ დათვებს შეეძლოთ აქ სიარული. ანუ ეს ადრე იყო, რომ აქ რთული გზა იყო, თორე ეხლა ძალიან ჩვეულებრივად ამოდიხარ, სანამ აქ მოდიოდით გზაზე ექსკურსიის ორი მანქანა შეხვდა. მიკროავტობუსიც კი შეხვდა და ვიღაც ტიპი მოტოთით მოდიოდა თან ქალაქის მოტოთის სტრიტით რა. 2700 მეტრზე ვართ გიორგის ტელეფონის თანახმად და საკმაოდ მაღლა ვერ გავთვალეთ ამინდი და ცივა. არა, ამინდი გავთვალეთ ნინუც, მართლა. აქ სულ ესე არის, იმიტომ რომ 2700 მეტრზე ვართ თითქმის. შენ გათვალე ეთყობა თემი და ნინუცამ ვერ გავთვალეთ რა. თვითონ ვარ ძალიან. 2 კილო რაღაცით ვართ. ტილოს შარვლით ვარ წამოსული. ხო რა ვეხა შატილში რომ ტილოს შარვლით მონიხარ? იცი რა არის? შატილი არის ყველაზე ლამაზი ადგილი იმისთვის რომ გადაიღო ფოტოები და მე ესე გავთვალე რომ სოციალური მედიისთვის აქ ძალიან მაგარ ფოტოებს გადავიღო. პინტერესტის ფოტოები ხო? პინტერესტის ლუქი მაქვს წამოღებული თან. აქ თუ წამოხვალ თბილისიდან სადაც 2 საათნახევარი 3 საათი გზა არის მშვენიერი. გადმოსახვევიდან დათვიჯვრისკენ ასევე კარგი გზაა და გრუნტია, მაგრამ ძალიან ჩვეულებრივად ამოდიხარ და აქ თუ ამხოთ ისეთი კარგი ხედები იშლება როშკაზე, ჭაუხზე, აბუდელაურის ტბებზე, რომ ავიცი. თერაპია ამის ყურება. ღირს აქ ამოსვლა ამისთვის მაინც. ხო და კიდევ ერთ დავამატებ, რომ არც მე, არც გიო და არც ნინუცა ნამყოფები არ ვართ. პირველად არიან ბავშვები. მაგრამ კარგად დაგუგლულია აქაურობა. ექსკურსიაზე მყავს წამოყვანილი. დავედით ახლა ხო? ეს ექსკურსიის მასე კი. მართლა ექსკურსიაზე გაცვი, ხო? აი, შობლისმანზე ხარ. ხო და ახლა დავეშვებით შატილში და მე გავაგზავნე. და ალბათ მუცოში, თუ მუცოს მეორენაირად რა ქვია? მიცო. მიცოში. იქ გველოდება ერთი კაი კაცი. ამბობენ რომ მიცო ქვია რეალურად. ნახეთ რამხლა მიწაა ჩამოწოლილი. ზვავია? არა თოვლი დნება? როგორ ნიკა? თოვლი დნება. რა ძალიან გიზავი წამოსული და დნება რა. აქ სადაც არ უნდა გაიხედო, გამოიხედო, სადაც არის სოფელი, იქ არის ყველგან სალოცავი. ერთ-ერთი სალოცავი ხა კირსანი ეწერა ტრაფარეძე და აქაცაა. ესე ძველი სალოცავი და აღსანიშნავი არის, რომ აქაურები, ვინც წარმოშობით არის აქედან, ყველა ამოდის დღესასწაულებზე. კონკრეტულ დღეს და აქ ზეიმობენ ამ დღესასწაულებს რა. ძალიან კარგი ტრადიციაა, რადგან როგორც წესი თუ ტრადიციას არ მიდევ თაში, მე ეს ტრადიცია იკარგება და თაშიც მე უკვე სოფლები ცარიელდება და აღარავინ აღარ რჩება. აქ კიდე პატარა ზვავი გვაქვს, აი.
ხეობიდან ჩამოსული შემორჩენილი არის ძველი თოვლი. დავხედოთ ახლა ამ თოვლს და გოგოებს ეზარებათ გადოსვლა და ჩვენ მე და გიო მივისეირნებთ იქეთ. წავალთ მერე უკვე შატილში. ეს ზვავი აქ რომ მოდიოდა, რამხელა იქნებოდა და რა ხმაურით ჩამოვიდოდა ამ ხეობაში. აი მის ზედა ნაწილიდანაა წამოსული თლიანი ფერდი ეთყობა და ეხლა უკვე გამდნარი არის და მაინცაა თოვლის მასა დარჩენილი. ანუ ესეთი ადგილები სადაც შეგხვდებათ, ყოველთვის მოერიდეთ ახლოს მისვლას ან ზედ გავლას ან რაღაც მსგავს, იმიტომ რომ ეხლა თავში გამიელვა გადავირბენ თქო, მაგრამ ძალიან საშიშია. ერთი შეხედვით ესეთ უწყინარმა თოვლმა შეიძლება ძალიან ცუდი რამე გაგიკეთოთ რა. აი ეხლა გიომ დამანახა, აი იქ არის კისტანის ციხე, იქ ვერ ავალთ ეხლა ჩვენ რა თქმა უნდა თან ამ ჩვენი გოგოების გადამკიდე, მაგრამ გიო დრონით გადაიღებს და გავაგრძელებთ გზას. შატილის ციხე ქალაქი იმითია გამორჩეული, რომ ყველა შენობა არის ერთმანეთთან დაკავშირებული გვირაბით. თან გაითვალისწინეთ, რომ ხევსურეთი ძალიან მისტიკური არის და შენობებში დატანილი არის მართლა ძალიან უცნაური იეროგლიფები, გამოსახულებები, გაცილებით უფრო ძველი, ვიდრე ეს ნაგებობებია. ეს დაახლოებით შუა საუკუნეებია. რომ შემოდიხარ, ესეთი შეგრძნება გაქვს, რომ დრო საერთოდ ჩერდება და გადადიხარ სხვა ეპოქაში. შემოდიხარ თუ არა, ვიწრო ბილიკები არის, ეს სახლები ისე არის ერთმანეთში გადაჯაჭვული, სად გადადის ხიდის, როგორ უკავშირდება, რა ხდება საერთოდ პატარ-პატარა დაბალი კარებები, ფანჯრები. მოკლედ, აი სრული მისტიკაა და ძალიან ლამაზი არის. თუმცა, საინტერესო ამბავი ისაა, რომ აქ ყველაფერი რაც ხდება, არის ძალიან გააზრებული და დაგეგმილი. პირველი სართული როგორც სხვათაშორის ხშირად იყო სვანეთში, იყო ბოსელისთვის, საქონელი იყო იქ. მეორე სართულზე ძირითადად ოჯახები ცხოვრობდნენ და მესამე სართულზე უკვე იყო სპეციალური პუნქტი, რომელიც იყო თავდაცვისთვის. და აი აქ მე კადრებშიც ნახავთ, აი ესეთი რაღაცეები. არ ვიცი ამას რა ქვია, სპეციალურად გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ნიშანი მიეწოდებინათ რა. თუ სადღაც შეიჭრებოდა მტერი, უცბად მთელი ქალაქი იგებდა, რომ თავდასხმა იწყებოდა და შესაბამისად ყველა მობილიზდებოდა, ამ გვირაბების მეშვეობით ხდებოდა ძალების მობილიზება და მოკლედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე, რომელიც იცავდა საქართველოს ყველანაირი თავდასხმისგან. მარიშკა შემოგეწონება, რომ აქ ბოდიში დიდი აზრი არა აქვს. არ უნდა შეგეშალოს. არ უნდა შეგეშალოს, აქ არავინ არ გაპატიებს და ბოდიშის მიხვდამდე საქმე შატილიონები არიან საქართველოს კიდე გავიმეორებ ყველაზე ძირძველი და ყველაზე ძლიერი მესაზღვრეები. შატილი იცავდა საქართველოს ამ ხეობას მტრისგან ყოველთვის, ეხლაც ესეა და მანამდეც ესე იყო რა. შატილიონები განსაკუთრებულად ძლიერი და ისეთ მაგარი მეომრები იყვნენ დანარჩენი სხვა ხევსურებისგან რა. და ამიტომაცაა ნათქვამი, რომ აქ ბოდიშის მოხდას დიდი აზრი არ აქვს. დააშავებ რამეს. ხო, დააშავებ რამეს და საზღაური ეგრევე მოდის.
შატილმა როგორ მოგხიბლათ? შატილი ძალიან მომხიბვლელია, ხევსურეთ საერთოდ მომხიბვლელია და ბევრნაირი არის რა. განსხვავებული. აი, ყველა ხეობა სხვადასხვანაირია, ყველა სოფელი სხვადასხვანაირია და ხალხის მგონი ცოტა განსხვავებულია ერთმანეთისგან. ხო და ხალხზე რა დაიწყე ლაპარაკი, ჩვენ მაიასთან და სოსოსთან მივდივართ ანდაქში, რა იცი იქაურობის შესახებ? ან გზა თუ იცი? აზრზე არ ვარ, პირველად მივდივარ მეც. კაი, სინამდვილეში იცის და აქედან დაახლოებით 1 საათის სავალი გზაა და ვნახოთ იდეაში გზა როგორი იქნება. ნუ, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, წლების წინ ძალიან ცუდი გზა იყო და ბოლო 3 წელია გზები გაკეთდა. და შესაბამისად აქ ადამიანებს შეუძლიათ ხო, ვიტყვი, მოკლედ ორხიდიანი მანქანა ყველა ვარიანტი გჭირდება, მაღალი გამავლობის თუ იქნება, აი ცოტა დიდი იმით, პასატკას რო ეძახიან. უკეთესია. ძალიან ბევრი დელიკები დადის, თუმცა აი 4-4-ზე მანქანებით შეიძლება. ერთადერთი რაც არის, ამინდი თუ გიფუჭდება, ხო? რისკი მატულობს რა თქმა უნდა და როცა დიდი მანქანით ხარ და ისეთი გამავლობის მანქანით ხარ, მშვიდად ხარ რა. მე მიცუ მაინტერესებს ყველაზე მეტად. რაცუ? მიცუ. მუცო. მუცო, მაგრამ სწორი არის მიცუ. ხო, მაგრამ კლასიკურ ლიტერატურაში რომ მუცო წერია ყველგან თითქმის. მიცუა აქაურები გეუბნებიან და სადაც ხარ იმას ვიკიპედიაში რა წერია? ვიკიპედიას ვინენდობა. სხვათა შორის რაღაცა უნდა ვთქვა, რომ რაც ჩვენ მოგზაურობთ, ძალიან ბევრი ჩვენი გამომწერები მოდიან პირდაპირ სახელით. ვა, მარიშკა, ნინუცა, ნიკა, გიო და გვეუბნებიან, რომ რა ბავშვებს გაუხარდებათ, რომ გაიგებენ, მოდით ფოტო გადავიღოთ და აი ძალიან გვიხარია და აი ბევრი ადამიანი შეხვდა ამ გადაღებაზე განსაკუთრებით და ხო, სასიამოვნო და პასუხისმგებლობაა კიდე დიდი. კი, მაგრამ წარმოიდგინე ერთი წლის წინ, როდესაც დავიწყეთ ტელეფონით გადაღება და თავზე გვაწვიმდა და ფორთხიალობდით და ძლივს ვაკეთებდით თითო გამოშვებას, რამხელა სიხარულია ესეთი დაფასება და დამოკიდებულება. ერთ ოჯახში 4 კაცი რო გვიყურებს, ერთი გამოწერილი იმიდან, რა ქვია, აკაუნტიდან ყველამ გამოგვიწერით რა სათითაოდ. ხო რა, გამოგვიწერეთ, გიხვეწებით. ხო. გაითვალისწინეთ, მაღლა მთაში ხართ, შესაბამისად ამინდი ფუჭდება 15 წუთში ერთხელ, ხან ცხელა, ხან ცივა, ყველანაირი სამოსი წამოიღეთ, აუცილებლად ბევრი წინ და კომფორტული ფეხსაცმელი, თხელი სამოსი, ლამაზი კაბა ერთი წამოიღეთ, იმიტომ რომ ფოტოს მოგინდებათ ძალიან ლამაზი ფოტოების გადასაღების სივრცეებია. და საგზალი არ გჭირდებათ, იმიტომ რომ აქ ყველგან გემრიელა დაჭმევენ. ნინუცას ბევრნაირი სამოსის ნახვის საშუალება გექნებათ. იმიტომ რომ ყველა გაჩერებაზე ახალ ტანსაცმელს იცნობს და იმხელა ჩემოდნით არის წამოსული რომ არ ვიცი ეს აქ ესე რო დადის საზღვარგარეთ ან დიდი ხნით რო მიდის მაშინ რა ხდება მართლა მაინტერესებს შეხედე მიხარია და ვისაც უხარია და აქვს სურვილი რომ გამოიპრანჭოს თავისებურად მოგვეცით გზა და ასპარეზი გზა დამავალეს რომ შენ გადადი შენ თქვია. ესეთი ლურჯი ფერის მთა არის. როგორც კი გამოდიხარ შატილიდან, მუცოს მიმართულებით მიდიხარ და გზად გვხვდება მარცხენა მხარეს ესეთი მთა, რაღაც შემადგენლობა აქვს ქანს, ისეთი, რაც ლურჯ ფერს აძლევს და ძალიან ლამაზია. და ყველა ამ ადგილას ჩერდება უბრალოდ და ნახულობს და იცი რაღაცნაირად კაბადოკიის კლდეებს გავს. ეს სოკოები რო იყო მაშინ რაც ვნახეთ, მაგას გავს რაღაცნაირად. აქედან მივდივართ აკლდამაში და მერე უკვე მუცოში.
ჟამიანობის დროს დაავადებული ადამიანები იმხელა შეგნება ქონდათ ამ ადამიანებს, წარმოიდგინე, როცა ქონდათ ეს დაავადება, თავის ფეხით მოდიოდნენ აქ და აქ ელოდებოდნენ სიკვდილს. აქ ეხა არ ვიცი თუა შემორჩენილი. მარტო ჟამიანობის ამბავიც არ არის, შეგნების ამბავიც არ არის. აბა რისი ამბავი არის? შეგნების ამბავია. არა. ანუ სისტემა იყო ისე მოწყობილი, დაალაგებული ყველაფერი, რომ აქ მოდიოდნენ, რჩებოდნენ და ელოდებოდნენ. არა, ლეგენდა რა არის? ლეგენდა არა, რეალობა არის. ხო, რეალობა არის, მაგრამ ანუ ამბობენ, რომ ერთ-ერთმა ანატორის მცხოვრებმა ხატს მიაყენა, შუბი ჩაარტყა ამ ხატს და ამ ხატმა მთელი სოფელი დასაჯა. ხო, და ეს ჟამი გაუგზავნა მთელ სოფელს. მე ვიცი რომ ხო, ნუ ყვავილი თუ რაღაცა რაც იყო დაავადდა. მოდიოდა აქ იმიტომ რომ სხვებისთვის არ გადაედო და ზოგი მოდიოდა იმიტომ რომ დამკრძალავი არავინ არ ყავდა. ანუ ყველა ვარიანტი მოდიოდნენ აქ იმისთვის რომ სიკვდილით შეხვედროდნენ რა და თემა არის რომ სხვებისთვის არ გადაედო. აქ ადრე იყო ის რა ქვია აკვანი, ეხა არ ვიცი, წარმოიდგინეთ დედა მოდიოდა შვილთან ერთად დაავადებული და ელოდებოდა სიკვდილს რა, სიგიჟე არის. რა ხდება? მოკლედ, აი ასე მოვედით მანქანით, ყველაფერი კარგადაა. კიდევ რამოდენიმე წამი გამომყევით და მიხვდებით რაშია საქმე. სულ ცოტა ხანში მიხვდებით, რომ გამოჩნდება ჩვენი ყვითელი პრობლემა. ნუ ალბათ სადღაც არ ვიცი 1 საათი დაჭირდება გზის გაწმენდას, ჩამოწვა გზა. იგი არ ვიცი რატომ, მაგრამ ვიცი რომ აქ ესეთი ამბები ხშირად ხდება. ხო და მოკლედ აი აქ გავჩერდით, ნუ გზარდაიაური დავინახე, კი ვარ შორტებში, მაგრამ ეხა მომენტს ვერ დავკარგავ და რამენაერად უნდა გავესაუბრო, იმდენ წინაზე 2 კვირის წინ ვიყავი ჩამოსული, არ ჩამეწერა ცოცხალი თავით და ეხლა რა ფორმაშიც არ უნდა ვიყო, უნდა ჩავწერო, იმიტომ რომ სასწაული კაცი არის. არ გესმით რა მაგარ ადამიანს გაგაცნობთ. ესეც ჩვენი წინაზე ჩამოსულები რო ვიყავით, მასპინძელი ბურნუთი? აი ბურნუთი. აი ნახდი ბურნუთი. არა. როგორ არა, მიდი ცოტა. მიდი, ვარიშკა. ესე? ო ეგრე. ცოტაა ეგრე, მეორეში. მეორეში მარტოჩა. ეგრე უნდა. შენო? მე აბარა. ავიდა ნინო. აბა. შენ ბურნუთს არ ეკავება თორე. უკაცრავად ესე გამოწყობილი რო არ სამგზავროთ ვარ თორე აქ კაბები მაქვს წამოღებული. თეთრებს არიცმენ სამგზავრო. არა, მე კი მორა ვარ. ეთყობა დაბადებით კი რაღაცა იქ. არა, ვიპრანჭები ზაფხულია. ესე? რა უფრო ცუდი არის ტრაქტორი გზაზე თუ ჩემი მწვანე ცხვირი გაურკვეველი ნივთიერების შეყნოსის, მაგრამ მე შენ კეთხვი აქ რამეზე უარს იტყვი თუ რა? ბურნუთია. მარიშკა, აქ გაქვს მწვანეები. გრიპი არ შეგხვდება, გარანტირებული. გრიპი კი არავინ აღარ შეგხვდება. ეხლა მწვანე ფერი დაგედება ცოტა ხანი. 50-იანებში ხალხი რო გადაასახლეს აქიდან, მაგაზე მოგვიყვებით 2 სიტყვით. კომუნისტებმა რო ჩაასახლეს. გეტყვი ახლა, კომუნისტებს ომის დროს მუშახელი ჭირდებოდა. ხო. ხვეი, რა ხალხი ახლა მუშახელი. ამა ვერ აკონტროლებდნენ კომუნისტები აქაურობას, ხო, ყველას ვერ იჭერდნენ, ვერ იმაში ვერ ამუშავებდნენ. ხო. მიხვდი, მე რაღა ხო დაადგნენ და გადაასახლეს როგორ? მოატყუეს. ვიღაც 3 კაცი დაწერეს რომ ვითომ რაღაც ესეთი რომ ვითომ ცხოვრება კი მართლა ჭირდა, გზა არ იყო, არაფერი არ იყო, ინფრასტრუქტურა მაგრამ ეს ხალხი შეჩეული იყო, ამათ საერთოდ აზრი არ ჰქონდათ გადასახლების. ვიღაცამ შატლიდან ვიღაც 1-3 კაცი ნახეს, თავისიანი, მოაწირნეს ხელი მთელი ხევსურეთის გულით. ხევსურეთის მაგიერ ესე თქვა. კაი. და მე უთხრეს შენი პირი დააღეც რა გადასახლება შემოვიდა ჩაულებად ჯარი როგორც შეჩნებ გადასახლეს ისე გაგვასახლეს ჩვენი აქედან გაიყვანეს. ჩაიყვანეს გურში და კახეთში. გამარჯვებაში, სოფელ გამარჯვებაში რუსთავის გვერდზე. ხო და უყურე ახლა 65 წელზე ზეით ვინც იყო 90% იმ ზაფხულზე გარდაიცვალა.
აი რას ხო, ესე იგი ვერ გაუძლეს ხალხს. რას გაუძლებენ? თავის ცხოვრება. ხო, 64-ში ღმერთივით დაკვრეს 80 წლის არდოთში ისე დაღუპულ ადამიანი, რომელიც მიწუს არ ქონია ნანახი. მიხვდი? ამ სოფლიდან არ გასულა. და ის ხალხი ჩაიყვანეს ბარში. ის ხალხი ჩაიყვანეს ბარში. იმ სიცხეში. იმ სიცხეში თან. რან გამარჯობა ხო იცი რა? ო, პაპანექება არის. თაკარამზე არის. დანიკ მორიელის გიურზა ყველაფერი იყო. საერთოდ მე მგონია რომ მაშინ ისიც აღიზიანებდათ რომ მთის ხალხი ტრადიციას არ თმობდა. ანუ ყველგან ჩვენ დაუწენეთ ისინი ყובה კანონი რა, კოდექსი. და ეს აღიზიანებდა კომუნისტებს რა თქმა უნდა. მანდილოსანი იყო ხელშეუხებელი. ხევსურეთში მანდილოსანი იყო ხელშეუხებელი. მოსისხნე მტერი ზმის მკვლელს რო გაევლო და მანდილოსანის გვერდზე ხმას ვერ გაცემა. აი ვერაფერს გინა შვილის მკვლელი, დედის მკვლელი, მამის მკვლელი რო გაევლო მანდილოსნის გვერდზე, ხმას იმიტომ ამ ქორწილში იმ ცეკვაში მანდილს რო აგდებდა. ხევსურები თო მანდილოსას პატივს არ ცემდნენ და მაგაზე მეტი პატივისცემა რა გინდა? კი ბატონო. ჩხუბი არ შეიძლება მანდილოსთან შეგინება არ შეიძლებოდა არაფერი, ზედმეტი მანდილოსთან არ შეიძლება. 60-ის კარიბჭესავითაა თქვენი ხარე. მგონია რომ აი ამის იქით ახლა ღმერთი დაგხვდება და განიწყება ყველაფერი. მიცუ იყო ხერხემალი, ქაურობის, მერი არის აშენება ყველაფერი. ხო. დიახ. მიცუ არის სოფლიოში ერთადერთი სადაც მტერს ფეხი არ დაუდგია. მართლა? ხო, ალამუთის ციხეს ირანელები ბლატაუდნენ, მაგრამ ამლუქებს აქვს სამჯერ დაანგრეული. ჩვენ მამლუქებს? ხო, ალამუთის ციხე. სამჯერ დავანგრი. მიცუ არის აუღებელი. იმიტომ თვითონ კონსტანტ გამსახურდიას აქვს ნათქვამი, ქაჯის ციხეს იმაგრე თუ იმესა რუსთაველის ორა სადმე რამე აქვს, რომ მიცუს კოშკი ის აქვს აღებული. თვითონ უწერია გამსახურდიას. ზიჩმა თელის საქართველოს შემოიარა და დახატა მიცუ. მიცუ. ესკიზები როა ვერხისყაოსანი ძველი. ვიღაც ჭავჭავაძე გოგო საჩუქა და იმან მერე ესკიზი. მე ხო. ხოდა იმაში ვერხისყაოსანში როა გაფორმებული. გამოყენებული აქედან. გაფორმებული ქაჯის ციხეს იმაგრე არის ზუსტად მიცუ დახატული ზიჩიდან. და ვერასოდეს ვერავინ ვერ აიღო. ვერა. აუ ფრთხილად. კიდევ სიგნალი დავკარგე. და? ნო? დრონის სიგნალი დაკარგა. დაგჭამეს? ნუ იღებ მე გამლანძღავე. რაღაცა უნდა წაიცო იგი. ხო, არა, შარულები მაქვს სულ და მაქვს უბრალოდ სისხლის შეჩვეულია? ოფ, ჩემი სისხლი, გველის სისხლი ყველაფერს შეჩვეულია. გავაგრძელოთ აქაურობაზე. მითები და მაგარია. არ ეშლება სიტყვას. გურული ვარ ნახევრად. ხო, ადრე ხარ როგორი დატყვევა და რამე სერიოზული როგორ დაძაბავს მე რა. გეტყობა თვალებზე. იცი რა და მაინტერესებს. საქმეს რო ჭირდება როგორ თაფლი და შაქარია, ხო ეგრეა? ხო. საერთოდ მიხდეთ. აი ამოგიცნეთ. ეგ იცი რა არის? მუშაობის სტილი არის. ჩემთვის იცი რა არის მნიშვნელოვანი? სერიოზულად გეტყვით, ახლა გულწრფელად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენაერი ადამიანები დავაფიქსიროთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა გასაგებია, რომ ეს მთებია, ეს ციხესიმაგრეებია, რომელიც ვერავინ ვერ აიღო, მაგრამ ეს ყველაფერი არის არაფერი იმასთან შედარებით, რაც არის ადამიანის ფასეულობა. და ხანდახან გამოჩნდება მე თქვენნაირი და მეთქი ღმერთო დაღუპულები არ ვართ. არ ვარ დაღუპულები, ჩემზე მაგრად რო უყვარს აქაურობა, მიხვდი? თბილისს საერთოდ არ უნახია. არ ვარ და გავიხედო 1 საათი არ გავა, კარგად ვარ, აი მეთქი ღმერთო და გავიხედა მოვლენ შემხეთები, ყვირილი, ღრიალი, სად გაძდნენ, რა დაანგრიონ, რა გადმოაგდონ, რა დაშალონ. სახლში რო არიციან, როგორ მოიქცენ, მე ქუჩაშიც ვერ იქცევიან წესიერად. ორი რაღაცა უნდა თქვა და მართლა გაგანებთ. მე და მარიშკა და ნიკამ მიგვიყვანა აკლდამაში, სადაც ხალხი როდესაც ავადდებოდნენ ანატორიაში, სადაც ადამიანი როდესაც ავადდებოდა, მიდიოდა და თვითნებ თავისით თმობდა თავის სიცოცხლეს, რომ სხვებისთვის არ გადაედო ჭირი, უბედურება, ავადყოფნა და მარტო ლევდა სულს. აი ჩემთვის ეს იცი როგორი, აი თანამედროვე ენაზე მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა. მაგრამ 5 საკლდამა და მიწუს არის 34. ესეთი? ყველაზე ბევრი დაიხუცა მიწუ, პროტო იქ გზაზე რო არის, გააპიარეს ეგ და ის ღაპარებს წერავე, რაღაცებს წერავე. მიწუს იგივე მოხდა, რაც იქ. მაგრამ იქ ნაკლები ყველა ამოწდა, არა ყველა არ ამოწდა, ღმერთმა ამრავლოს სისაურები, რამდენი გინა არიან ანატორელები. ანატორელები ისინი, ჯალაბაურები და სისაურები. ბევრი გადარჩა, მაგრამ მიწუში თითო გვარიდან დარჩა რაღაც თითო ოჯახი, ორ-ორი ოჯახი. 34 აკლდამა იყო ჩემ ბავშვობაში, ხელ დაიშალა 14 იყო. კი. ეს რა და აქაურობა გაითვალისწინოთ, ბევრი ხალხი აქ არასოდეს არ ცხოვრობდა. გამოდი გადიოდნენ, თვითონ ხოწრებოდნენ, მე მქონდა საჭმელი, შორსდებდი. მე დილით რომ მიხვიდოდი ის საჭმელი თუ აღარ იყო, იქ პატარა ის იყო, იმას ქვა ეფარებოდა რა, გამოჭრილი იყო ქვა, გერმეტულად ხურებოდა.
თუ ის საჭმელი აღარ იყო, ესე კიდე უნდა მიგეტანა. თუ ის საჭმელი იყო, ესე იგი აღარ არის. ბოლო რაღაც რაც მინდა ვკითხოთ, მე ესე ამოვიკითხე National Geographic-ის სტატიაში, რომ ხევსურეთში ესეთი ტრადიცია იყო, გასაგები რომ სხვადასხვა სოფლებში სხვადასხვა ტრადიცია, რომ ადამიანი რო სხვადასხვა ტრადიცია, ადამიანი რო გარდაიცვლებოდა, ადრეო ცხენს ატანდნენ, რომ 64-ში შესულიყო ცხენზე ამხედრებულიო და მეგობრები იქ შეგებებოდნენ, არა? არა, ცხენს ულოცავდნენ. ულოცავდნენ. წყაროს ულოცავდნენ და ცხენს ულოცავდნენ. ცხენს იმის სახელზე ლოცავდნენ. ის ცხენი ნახევარფასში იყიდებოდა, ვეღარს გაყიდი, იმის სულზე იყო, ის ცხენი იმ ცხენს აღარ ყიდულობდა რა, ვეღარავის ვერ ერთ ცხენს ულოცავდი და იმას ვეღარავის ვერ დაულოცავდი იმ ცხენს. კიდე სხვის სახელზე ვეღარ dalocავდი. მაგრამ იმუშავებდა ეს ცხენი ოჯახში ყავდა, მაგრამ გაყიდვითაც ნახევარფასში ხდიდან მე არ ყიდებოდა რა და ეხლა ოჯახს წერს დაულოცავ, გაყიდოზე არ არის ლაპარაკი საერთოდ. ეხლა არის შემორჩა, ეხლა რჩებიან, რომ გარდაიცვლებიან მის სულზე. წყაროს, აი წყარო ისო ხედავ, გზებზე სახელები რო აწერია, ის წყაროებია ყველა. მათ სულებზე არის? ხო, სულებზე არის, კი, ეგ წყაროები. პაპაჩე მასწავლდა პატარა ვიყავი რომ მეუნებოდა შვილო აი ეკლესია არისო ეკლესია და არ ვიცოდი იმ ხელა ვიყავი მახსოვს ხო მაშინ ხო ეს გზები არისო არაფერი ბილიკები იყო იქო სანთელს ანთებენო ქრისტიანები ვარ თუ სანთელმა დაანთო ილოცო მაგრამ იმ ლოცვის ტოლფასი არის ერთი სანთლის დანთება უდრისო ერთი გზიდან ქვის გადაგდება ერთი გზიდან ქვა რო გადააგდო ჩათვალე ერთი სანთელი დაგინთია ეკლესიაში ბავშვი ვიწყებდი სულ ამას რამდენი სანთელი დავანთე დღე ეხლა ჩვენ მაქვს რო გავირი გზა ქვას რომ ნახავ ხო ეხი უნდა გავკრა რამდენი ფეხსაცმელი მაქვს დახეული იცი რატო აი რა შევადმექცა რა ხო იმანის მასწავლა ანუ ესეთი ადათი ხო ესე იგი წარმოიდგინე ის მეუნებოდა აი ღამე ამ თრალმა ან ღამე ვიღაცამ ფეხი წამოკრა ამ ბავშვმა და წაიდა ან დაიმტრი ან შეიძლება მოკვდეს შეიძლება გადავარდეს და დავდგებოდი და მე გზებს ვასრულთავდი ხედავთ ანუ მთელი აქაურობა არის ჩემთვის დაწყობილი ურთიერთ ზრუნვაზე დაფუძნებული. ან თქვენი მთელი ტრადიციები, აი ესე რომ შევაჯამო, ერთმანეთზე ვიზრუნოთ. აი ესა. ამიტომ ვერ მოშალეს აქედან და დაიწყეს გასახლება. ტერიტორია არდოტის ტერიტორია და გაზომი და მიცუს ტერიტორია საზღვარია, ხო, ჩვენი სოფლის. კი. ამ ტერიტორიაზე მე მოვდივარ ცხენით, მიცუელი კაცი მოვდივარ, უნდა გავიდე ხახაბოში, ან ანდაკში, თქვენ რომ მიდიხართ, ახლა ანდაკი ამას ტერიტორია. შენ რომ მოდიხარ და გზაზე ან გზაზე ჩავარდეს ვიღაცა ის გადასასვლელი ცუდი გადასვლით გაკეთებული არ იყოს ან ხიდიდან ჩავარდე ხიდი იყოს გაფუჭებული ან ხიდი არ იყოს და წყალში გახვიდე და წაგიღოს პასუხს აგებენ სოფელი მთელი სოფელი იმ დონეზე იყო სისხლისი იმიტომ რომ შენ უნდა მიხედო გზას შენ სოფელში გზას და ხიდს ნიკას ვერ ხედავ? გელია ის ნახეთ ხედავ სად არის? ამასობაში სანამ ინტერვიუს წერ ხედავთ? რატოა ძრაი? დრო რა ხდება სა? დაგება? რა იქით ტრაქტორი? აქით ფანტასტიკური სინქრონი, მაგრამ ვერ ვარ სათანადოდ ჩაცმული და კიდევ ერთხელ ვიხდი, ბოდიშ არ დაიწყოთ ახლა წინ და უკან შემითხრება, შეძლებს და გვარად მუშაობთ. რთულ პირობებში. რა ხდება? დრონი კლავაც დაკარგულია, ნიკა ლებანიძე იმყოფება რომელიღაცა მთაზე და ეძებს დრონს, ჩვენ კიდევ ისევ ვაწუხებთ და ვსარგებლობთ ბოროტად. ეძებთ დრონით. გიო ეძებს ნიკას დრონით, დრონი ამჟამად დაკარგულია და ჩვენ კიდევ ვცდილობთ გავარკვიოთ აქაური ამბები. მაპატიეთ იმისთვის, რომ ერთ კამერაში და ცოტა ლამაზად ვერ ვართ წარმოდგენილები, მაგრამ ამბები, რომელსაც გიყვებით, არის ნამდვილი საინტერესო და გულწრფელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი ნამდვილი, იმიტომ რომ ამ სამყაროში ნამდვილი ძალიან ცოტა არის. ეს კაცი არის აქაური სულის გამოძახილი. ესეთი ადამიანები იყვნენ. ხო ხვდები, ესეც როგორი ნამდვილი ადამიანია. ესეთი ადამიანი ნამდვილი, თქვენ შეიძლება არ შეგხვდეთ არასოდეს. ვაი და რამე უბედურება დაგემართოთ, ეს ამ კაცის იმედი შეიძლება გქონდეს. მართალსაც გეტყვის, დაგეხმარება კიდევაც. აი ძალიან სხვანაირი ხალხი არის რა. ნიკა სადღაც ამ ფერდზეა, ან იმ ფერდზეა, ორივე დრონი დავიბრუნეთ, იმიტომ რომ გზა იყო ჩაკეტილი და ჩვენ დაბედად ერთი 20 წუთი რო ხსნიდნენ გზას და აკეთებდნენ, მე ვიხელთე დრო და ჩავწერე ინტერვიუ, მაპატიეთ ხარისხისთვის, მაპატიეთ რომ ბუზებს ესე ვიგერიებდი, მაგრამ რთული გადაღების პირობები იყო და იმედია იგრძენით და კარგად მოусმინეთ, იმიტომ რომ მართლა ჯადოსნური კაცია და მარიშკა შენც მეთანხმები ვიცი. საერთოდ მთაში ჩვენ ხო დავდივართ და მივიღეთ გამოცდილება. ბიჭები ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ მთაში ესე მარტივად არ არის. სალოცავი ყველას არ უშვებს. ადგილი ყველას არ უშვებს და ხო სწორედ გაიგეთ. მართლა ეგრე, ყველა ადამიანთან მთა არ მიგიშვებს.
შეიძლება დაგჭირდეს ორჯერ, სამჯერ ჩამოსვლა, ცდელობა და მერე მართლა იფიქრებს ხალხი რომ რაღაცა ჩაყრილი იყო იმ ბურნუთში. არა, არ არის ბიჭო, ეგრე არ არის მარიშკა, აი გეუბნები. აქ სხვა ბუნების კანონია. აი ძალიან რომ მოვინდომეთ და ძალიან რომ მოგწონს აქაურობა და არ ვიყავით კმაყოფილი როგორი გამოდის და კიდევ ცადეთ. იგზნო აქაურობა. მე ხა გინდა გიჟი დამიძახე და გინდა ჩაყრილ რაღაცა. აი გრძნობ რომ ბუნება ამას გრძნობს რომ აქაურობა გვიყვარს და გვინდა ბოლომდე ავღწეროთ. ეს ხალხი მართლა ძალიან ბრძანია. კი. ახლა ქალბატონი მაიას დაგვიმატებს სიგრძნებს და ეგ არის. ვაჭმავს და არ აღსდავლოთ. არ დალევ? არ დალევ? არ დალევ? მე სამეგრელოსთვის ვემზადები, გენაცვალე, მალე მოვდივარ თქვენთან. აქცენტსაც ვიყენებ. სამეგრელოში თან ბევრი ეპიზოდი გელოდებათ და თან ტექსტი მაქვს დაწერილი, რაც უნდა ჩავწერო და იმ ტექსტს სწავლობ. მართლა? მეგრულად? კი. კი, მეგრულად ლექსად სწავლობ, სუფერის გარეშე თქვა. ჰა? ხალხო. ნიკა დაბრუნდა, დრონი დაიბრუნა, მაგრამ ზედმეტად ექსტრემალური ხიდია. რაზეც უნდა გადმოვიდეს და ნინუცას უნდა რომ აქეთ ამ მხარეს დახვდეს და გარბის თავისი იმით რა ქვია ბალერინებით აი ამ გზაზე. ნიკა! დრონისთვის რაც არის ზავს კაცი? პირდაპირ ეთერში თქვენ უცქერთ. ნიკა ლებანიძე წაიღებს თუ არა მდინარე. დაძაბული მომენტი. არ გაწვე ბიჭო, ვაშკაცურად. აიმე! გავამაგრებ ამას. გავამაგრებ. დააჯექით. დაიწყო. ჩვენი კლდის ვეფხვი მოცოცავს ორ ჟანგიან მილზე. გიმაგრებ. ან გადავა. მეგონა მეხმარებოდი. მოცოცავს შვიდად აუღელვებლივ ჭეშმარიტი ექსტრიმი. ახლა ფეხი რომ დაუწდეს, ეს მდინარე წაიღებს ისე რომ ვერც გადავარჩენთ. ახო ხიალებს და დავკარგავთ ნიკავს, მაგრამ არ მეღირსება მე ეგა. ტექნოლოგია. მოკლედ რა მოხდა? მოყევება? გავაბაზრო დრონი რო ჩამოვარდა. აი, უკვე გავაბაზრო. თავი ვიპოვე, თორემ მე რა მოვიდოდა შენი იმიდან, ვალიდან. 2 თვე უხელპასოდ იმუშავებდი რა. ძალიან ებრაული რაშოტი მექნებოდა. სარგებელი. რა გამოდის ხელფასი რა მაქვს? ეხა არ დამისვათ კითხვები, რატო არ გამობრანჭული ზაფხულია და მინდა. თან ახალი კაბა. სოსო და მაიას ვიადაურთან ამოვედით ხევსურეთში. დიდი ხანია ამოსვლა და სხვათა შორის მადლობა ჩვენ გამომწერს, რომელმაც ვაშლოვანში გვირჩია მათთან სტუმრობა. ბატონო სასო. ვაიმე! ეს სახლი ბატონო სასო, ერთი ეს მითხარით სანამ მე დამემართება ჩემი, რომ მე სამწუხაროდ ისე მიხარია ესეთი ამბების მოყოლის საშუალება რომ მაქვს, რომ ალბათ ვარღვა ყველა ეთიკას, რომელიც წამყვანს ეკუთვნის, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს სანამშავალთ. კი ბატონო. ეს თქვენი მამა-პაპისეული სახლია? კი, კი. რამდენი თაობაა ეს სახლი თქვენ გეკუთვნით? პაპაჩემის მამას ერქვა კიკო, პაპას ჯოყოლა, ფოტოც მაქვს. დიახ. განახებთ და აგე მამაჩემ შოთა და შოთას 5? ხო. 5 თაობა. 5 თაობა აქ ცხოვრობთ ამ სოფელში. კი ბატონო. არდოტიდან ვართ გადმოსულები. მანამდე არდოტში. მანამდე არდოტში. ხო, 1860-იანებში ეს აშენებულ პირველი ეს აშენდა. აი, აქ რა წერია 1921 ეგ ოჩიაური იყო, ღდელი იყო, აქ 21-ში აფარებდა თავს რუსები. ეგ 4 რქაც სხვარია, მაგას გამორჩე 4 რქა აქ. სხვა არის ეგეთი? კი, და იცოდი? ხატისთვის იკულებოდა.
მოიცა იცოდით? შენ იცოდი? ნიკა იცოდი? ნუ რაღაცა ის არის. როგორ არა? რა 4 რქა რო აქვს ცხარს? როშკაში რო ვიყავით აბუდელაურის ტბების ლეგენდას რო უსმენდი. კოპალას რო დაუკლეს. მან რა ხდებოდა, აბა გაიხსენ. კი, მაგრამ ლეგენდა იყო ნიკა. მე ლეგენდები არის სინამდვილეზე. 4 რქა. დაფუძნებული. დამაგრებულია? არა. მართლა 4 რქა? დამაგრებულიაო? არა. აი თავის ქალა ჩვეულები 4 რქა. მე მინახია, ყავდა ჩვენ დავკალით ეს. მე მარტო მე გამიკვირდა, ანუ მარტოში. არა, მეც გამიკვირდა. ხო, გამიკვირდა. არის ეგეთი ცხვარი, აი რო იკითხო, არის რაღაცა გამორჩეული, მაგრამ იკულებოდა ხატისთვის. ხატისთვის კი, იკვრება. კი. სოფელს ქვია ანდაკი და ეს სახლი დაახლოებით არის 2 საუკუნის. და აქ არის ულამაზესი აქაურობა და გეხვეწებით შესასვლელი კარი. ერთი სულ მაგ შევიდეთ. აი მე ულამაზია. როგორ ძანდებ ჩენვა? კი, როგორ? აუ, დიდი მადლობა რომ შემოგიშვით. ისეთი აჟიტირებული ვარ, ისეთ დაგამიანდა ცოტა. იმიტომ რომ გზაც გასწორებელი იყო და მე ვარ რეაქტიული. ესეთ ადგილას რომ მოვდივარ, ყველა ბუჩქის, ტოტის, ქვის, წყლის, წვეთის, მზის, ხივის დაფიქსირება მინდა. აუ, ზემოთ ამაჭყიდეთ, გიხვეწები. თქვენ იცით რომ ეს ბატონი ირაკლი სუთიძე, მხატვარი რო იყო, მამა ჩემის ან კლასელი იყო, ან მისი ძმა იყო, მისი კლასელი და ხო აი როგორი მეგობარი იცით აი ოჯახის წევრი მე ესე პირადად არ ვიცნობდი მაგრამ მამა ჩემის ისტორიების გამიცოდი რომ ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო აი ეს წიგნიც არაჩვენეს ოსო ის ნახატების ის გამოფენაზე ეს მაშინ ცოცხალი იყო მაშინ რა უცნაური ხამით უხდება გული დაიღუპა თავისი აპოგრაფით წყაროს გაუკეთასო სომხევსურულიძე წყაროცა მაგაკეთებული აი მართლა აი ეს ქვემოთის მოსასვენებელი სივრცესავით გვაქვს რაღაცა და იქ არის მისი სახელზე წყარო ხო ავიდეთ ზემოთ და წავიდეთ ხინკალში თუ აპირებთ მოგზაურობას ესეთ ოჯახებს უნდა შეუწყოთ ხელი ერთმანეთზე ვდგავართ ჩვენ აქ ამოდით და დარჩით სუპერ რომანტიკული ადგილია სულ არ გიყვარდეს ადამიანი აქ შეგიყვარდება ისეთი ბუნება, კლიმატია და ამბავია და შიგნიდან არის ისეთი გემოვნებით გაკეთებული და ისეთი დახვეწილია, რომ არ სხვა სამყაროში ხვდებით. ანუ საერთოდ დაივიწყე ყველაფერი. უკაცრავად? მასპინძაო. რუმტური წამოდით. ეხლა უნდა ვანახოთ თქვენი სასტუმრო და ვთხოვო ხალხს, რომ ხო შეიძლება რომ ჩამოვიდნენ. სად გიპოვნონ? როგორ გიპოვნონ? ჩვენ გვაქვს ციხე-სახლი ანდაკი, ასეა ჩვენი. ციხე-სახლი ანდაკი, მოდით, განახოთ. ეს არის ჩვენი მსაღები ოთახი. ეს არის საძინებელი ოთახი. ნახე. ნამდვილი, ავთენტური რა სიმყუდროვია შეხედე. აი, იცი როგორი გემოვნები და აი, მოკლედ ზღაპრებში რო არის, კინოებში, ფილმებში რო არის, აი, ზუსტად ეგეთია. ატმოსფეროა გაწყრიალებული სისუფთავე. და რაც თავარია ნამდვილი ბუნებრივი გარემო. ეს არის შეხედეთ ხალხო, აქ შეგიძლიათ დაიძინოთ და აი ამას უყურეთ. აი მართლა ძალიან მაგარია. ჩემი სიტყვების მარაგი ამოიწურა. ალბათონი მაია მასტერკლასებს ჩაგვიტარებს თუ როგორ უნდა დავამზადოთ ხევსურული ხინკალი მაგრამ სანამ ამბავზე გადავალთ უნდა ვიჭორავთ ჩემმა მაყურებელმა იცის და თქვენს გაგიმხელთ რომ ღმერთმა ბევრი ნიჭი მომცა სამზარეულოს გარდა ამიტომ უფრო დამკვირვებლელი ვიქნები და შეიძლება არასწორი კითხვებით დავსვა და არ გაგეცინოთ ჩემზე ის ნიადაგი შევამზადე წამყვანი აქაური კერძები აქაური კერძები არის ხინკალი ხორცის გულიანი კეცეული, ყველის კეცეული და კალტერბო. მე ეს ვიცი, მე ხევსური არა ვარ და. ვიცი, თქვენ აქ გათხოვილი ხართ. ეგეც საინტერესო არის. კახელი ხართ, ხო? არა. გურუ, არაჭველი და
დედა მყავს რაჭველი და ვარ ქართლიდან. ქართლიდან. წარმოშობით იმერელი. და აქ როგორ აღმოჩნდით? ახ აღმოჩნდი თქვენსავით ასე მეგობართან. ზოგადად ერთ სოფელში ვცხოვრობდით. გამარჯვებაში, მაგრამ არ ვცნობდით ერთმანეთს და მეგობრისგან მოიცეთ, რომ გამარჯვებაში აქიდან რო ჩაასახლეს 50-იან წლებში. თქვენი წინაპრებით ჩაასახლეს თუ თქვენ უბრალოდ იქ ცხოვრობდით? არა, მე უბრალოდ იქ ვცხოვრობდი. ბატონო სოსო და თქვენი მშობლები 50-იანებში რო ჩაასახლეს. არა, ჩვენები არ გაყვნენ. დედაჩემის მხრიდან გადაასახლეს არჭილოში ცხოვრობდა. არჭილოში ცხოვრობდნენ და იქ გამარჯვებაში გაიცანით ერთმანეთი. თქვენ ალბათ სანახავად იყავით ჩასული. ჩვენ 73-ში გადავსახლდით. და გამარჯვებაში ცხოვრობთ. მე 85-ში მობრუნდნენ ჩვენები ისე დედაც, მამაც თაში. სვანები ხო კუბდარს აკეთებენ? თქვენ კეცეულს ეძახით. არა, სვანების კუბდარი სხვანაირია, კაცო. სვანები მწვანილს უკეთებენ, სუნელებს უკეთებენ და ესენი კიდე კეცეულში უკეთებენ მარტო ქონდარს, ყველს და ერთსალ კარტოფილს უმს ჩაახეხავენ, რომ ალბათ წვენი რო ქონდეს იმიტომ. და ხინკალი აქაური უფრო არის დაკეპილი. დაკეპილი, ქონდრით, ან კლიავით, ან ერთით, ან მეორეთი და მწვანილები არა. გემონების მიხედვით. ხინკალს რა უხდება? ერბო. ერბო? კი. გაგიგიათ? ნიორწყალი და ერბო. ნიორწყალი გამიგია. და გამისიმჯავს. ერბო არა. ერბო კი. ნაღდი ხინკალი არის ერბო. ბევრი ხალხი ამოდის აფხულში. ეხლა რაც გზა გაკეთდა მოიმატა. 3 წელია რაც გზა გაიჭერა. მანამდე ეს გზა საერთოდ მანამდე არდოტიდან დავდიოდით ბილიკით. ბილიკი ისეთი. კიდევ ერთხელ თავიდან. არდოტიდან დავდიოდით ფეხით. და დაგვქონდა ბარგი. საჭმელი, სასმელი, მარაგი, რაც უნდა გქონოდა ზაფხულში. ახლა თქვენ ვერ ხვდებით რას ლაპარაკობთ, იმიტომ რომ თქვენ არიცით არდოტიდან აქამდე რამდენი უნდა იარო და რა გზა და მზეში და დღისით, აი აქ რომ მოხვიდე ბარგით, ეს არის გმირობის ტოლფასი. და სხვათა შორის მთელი მასალა ზურგით ამოჰქონდა ბატონ სოსოს. კარგი რაღა ბატონი. და იმას. არა ეს ისე. ყველა შეგრიან. შოთიკოს. აგეთ ცხენებით ეხლა აქ სახსაკეთებს ეს ტრისტანი, აგე არჭილოში მამუკა და ამირანი. მაგრამ ანუ გზა რაც გაკეთდა, გაცოცხლდა, ხო? კი. გაცოცხლდა. მე იცი რა მომწონს თქვენთან. იმატა. 4 წელია ინტერნეტი, ადრე ინტერნეტიც არ იყო და დავეძებდი ასე სოსოს ინტერნეტი აუცილებელია, იმიტომ რომ კავშირი ოჯახთან ხო გინდა. ხო, აბა რა ინტერნეტი უნდა იყოს. როცა ეს არა და არავინ ცხოვრობს სოფელში. რომ დაგვერეკა და ხანდახან ისე იყო რომ იქაც გათიშული იყო ეს მაგთე ეს ჯეოსელი ხო არის მანდა. ხო, ხანიჭერს ხანა. და ზამთარში როგორი ახლა ადეკი დილით ჩადი 28 კილომეტრი და მობრუნდი ამოდი. ხო და არ ჩადიოდა ეს ვაჟბატონი და მე კიდევ რეკავდი მუცოში, ხო არ გინახიათ ჩამოვლილი ცოცხალია, ხო არ ეს მე ქალბატონ მაიას უნდა დაუდგე გვერდში. შენი გამიქიცა. გადავედით მთავარ ამბავზე. ქალბატონ მაია, თქვენ იცით რომ ჩემი ნომერ 1 კერძი არა მარტო საქართველოს ფარგლებში. დედამიწა ხომ მრგვალია, ზედ ხომ 8 მილიარდი ადამიანია და უთვალავი კერძი და გემოა. აი ჩემთვის არ მიყვას მე 5-ეულები და 6-ეულები, მაგრამ ნომერ 1 ყოველთვის ხინკალი იყო და იქნება ლუდთან ერთად. ლუდთან ერთად ეხა დამიტრიალეთ. აბა თქვენ როგორ რა უნდა დავატრიალოთ? ეს ანუ რაღაც ვატრიალებთ. აი მე არის საზღვარი. წეღან დრონი რო ჩაუმიგდეს რუსებმა რა. აი იქ არის საზღვარი. და ეს ხალხი ცხოვრობს საზღვართან ყველაზე ახლოს. და ამ ადამიანებს ჭირდება ყველაზე მეტი გვერდში დგომა და თანადგომა იმისთვის რომ აქაურობა იყოს ძლიერი და ჩვენი საზღვარი იყოს დაცული რა. აქ ჭირდება თქვენი ჩამოსვლა. ბევრი ხალხიც არ უნდათ კაცო. ბევრი არ უნდა, მაგრამ საჭიროა რომ ჩამოვიდნენ იმისთვის რომ მე რა გეკმებიცა. გაიყოს ზამთარში დაცულად იყვნენ. ესეთი ადამიანები უნდა ვატაროთ ხელის გულზე ყველამ რა. ყველა საქართველოს მოქალაქემ. მაგას გავსინჯავ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს არის ახლა დამწნილებული, ჯერ კიდევ არ არის დამწნილებული, ისეთია ხინკალი არ გამოგჩეს 5 წუთი. სოსო. აუ, მომგორია. კი ბატონო. და ეს არის გარეული ხორცში. ესა ღანძილი, ხო იცით? ღანძილი არ არის, შიბუა, ღანძილი არის უფრო მძაფრი. ეს არის ბიძაშვილი. ეს არის მამიდაშვილი? ხო, რაღაცა ეგეთი. ერთი ოჯახია რა. ერთი ოჯახია. ერთი ოჯახია ნამდვილად. ეს ოჯახი ჯობია. ხინკალი დამთავრდა.
შეიტანეთ, ახლა ხინკალი მიირთვით. მანამდე მოიცა. არა, შეგიშინით შეწანდეთ. ხევსურეთში თქვენ იცით რომ თამოდა დიახ მოდი რა თუ შეიძლება რომ გამოჩდეთ და ხმაც ჩავწეროთ თუ არ შეწუხდეთ. მოდი მაია. ჩემი შვილი მინდა და დაჯდა უკან, ამ ქალბატონის უკან დაჯდა. მე წამოხტა ეს ქალი უცებდა. რატო ადექით მამი და მეთქი და ზურგით ვზივარო ბავშვთანო და არა უშავს ბავშვია. ბავშვ თუ არ ეცი პატივი, არც ბავშვი გცემს პატივსო. ისეთი წამოხტა რომ აი ხო ბავშვია, მე რა მოხდა ბავშვია რა. არა, შეხედე რა მხელა ფილოსოფია. იმხელა ბავშვი არ არის. ასაკიანი ქალი. ბავშვი არ. აი დღესაც სულ იმას ვფიქრობ ხოლმე რომ აი ხელა სიბზნეა ჩადებული აი ამ რაღაცაში. იკარგება, ნელა იკარგება ეს არ უნდა იკარგოს. ეგაგოლის ღმერთმა ძალა მოგცეთ რომ გაიხარ. არ დაგეკარგოთ ის რაც თქვენთან მოვიდა და თქვენთანაც არის თქვენ შვილებთან და შვილიშვილებთან წასული იყოს უფრო გამტკიცებული და გაძლიერებული და ეს ნინი შენ მასწავლე. გამრავლებული და გახარებული იყავით და სტუმარი არ მოგიშალოთ კიდევ ერთხელ ღმერთმა და ყოველთვის ძალა გქონდეს მასპინძლობის. ერთად. კაური არაყი მე მგონი მაღალი გრადუსით გამოირჩევა. გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ჩვენ 50 კას. ჩვენ მაყურებელს გაუმარჯოს. თქვენ გაგიმარჯოთ. კაი. გიორგი, გითხარი რამე? ჩვენ 50000 რაღა დაიმატება მიცას თქვამს. იმდენი ლაპარაკა. აღარ დალიო. ნინის ის არის ნასწავლე მეთოდიკა, ნინი არ მოვიკითხოთ? სვანეთიდან წამოვიღე ეს და ყველა კუთხიდან რაღაცა მომაკ და იქიდან არყის მავისწავლე. დანამინდა. ეხლა ეს კეთილი უნდა გავჭრა. დაგვირხოთ. გასი. აი მედიცინის ამბები როგორ არის თაში? აქაც იყო ბარისახოში ხო ვიცით აი გელი კალი გელის ძალიან ხელით რომ თავის ხალას თავის ხელით ხდით. ხელი თო თავისი გაკეთებული იარაღებით. აქ იყო ფაშკოშა ერქვა, ზვიადაური არჩილოში ცხოვრობდა. მე ვიცი აი ჩვენი ბიძად გვეკუთვნოდა ტუჩა ერქვა, იმას ნატყვიარი მუცლის ჟღუში გონდა ნატყვიარი და დრენაჟის მაგივრად აი იტყოდნენ რომ ცხენის ბზუა, რამდენიმე ღოლი, ცხენის ბზუა, აი სუფთა გარეცხილი გაუტარა ამ ნატყვიარში დრენაჟის და ყოველ დღე თითო-თითოს გააძრობდაო. რომ ეს გამოიტანა ჩაქცევი და ის რაც იყო იგივე დრენაჟი რა. მე კაცი ცოცხალი იყო რა. თიშობიძე ღვთისმშობლიცასაც თავის ის გაუკეთა იმ ფაშხოშამ ღვთისმშობლიცას ქვა მოხდა რაღაცა დაეცა თავში. იცი რა მაინტერესებს, ასე ამბობდნენ, მე ამოვიკითხე, შეიძლება არაზუსტი ინფორმაცია მქონდეს, რომ როდესაც ქალი ფეხძიმეთ იყო და მშობიარობა უწევდა, იმ სახლში არ მშობიარობდა, სადაც ცხოვრობდა, მიდიოდა, მოუყვეთ ამბავი. კი, იყო სამრელოს ვეძახოდით მაგას. დიახ. აი ქალს ის თავის წესი რო დაუდგებოდა განამარტო მშობიარობის დროს. აი იმ დროსაც ხო? მართალია. ცალკე გადიოდა, კი, მართალია. მართალია, ეგ იყო. თუშებშიც არის ეგ. თისხალში არის აქეთ. მოშორები სახლები. სახლიდან მოშორებით სანამდე ხო ამბავი ქონდა, მე ჩაულებრივად. და სამშობიაროდაც მარტო მიდიოდა, ნაერთი ქალი გაყვებოდა ხო, და ესე. ბებია ქალი ვიღაცა თუ აი გაუჭირდებოდა რა თქმა უნდა, მშობიარობას რამდენია გადაყოლილი აქ ვიცი მე რომ აი მშობიარობას გადაყვა. აქ აი ჩემი დედმამიშვილებში ყველა ეგრე ვარ დაბადებული, სამრელოს ვეძახით სამრელოს. თქვენც მათქოთ დაბადებული? ო, აბა საუნდტროპოში ვინ წაიყვანდა დედაჩემს. აქა ვარ დაბადებული. მოგზაურობის და თავგადასავლების მოყვარულებო. აწი მისამართი იცით, ოჯახი იცით და ჩვენსავით შეგიძლიათ ესწუმროთ და აქაური ხინკალიც დააგემოვნოთ და ადათებიც გაიცნოთ. ჩვენ კიდევ ამ არაჩვეულებრივ ახლა უნდა დავემშვიდობოთ დროებით და არტოჩი უნდა გავიმგზავროთ, კინოჩვენება გვექნება, ჩვენ სულ მოგვიოდებით, მაგას კიდევ გაჩვენებთ. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა და ბოდიში რომ ესე შეგაწუხეთ. გელოდებით.
ესეც არდოტი სასწაული ადგილია პირველად ვარ და აი ეტყობა რომ ხვალდილით გავიგუძებთ 64-ში მე და გიოაგერ დავბინავდით და ეხლა წავალთ ნახავთ გოგოებს რა შვებიან სადღაც ზემოთ აქვთ მაგათ კოტეჯი იქიდან უფრო მაგარი ხედია და საიდანაც კაი ხედია პროექტორი აქვთ თან ჩართული კადრებს უყურებენ რაღაცას აი ნაღულებად კარგად ცხოვრობენ რა ბრძანეთ რას უყურებთ ესურეთ ის ბლოგს კითხვა მთელი ამბავი ჩვენი ოთახი არ მოგწავთ ძალიან პირველ რიგში ჩვენი ოთახი ძალიან მაგარი ვაფშე რა მაგარ ადგილას ვარ გაითვალისწინეთ რომ როდესაც მოდიხარ მთაში შუქი არა გენაცვალე მზეა და მთვარეა მე მწევა მართლა აი ქვევიდან დავინახეთ მე და გიო გავიგე ხო და მაგანტე მივდივართ რა მოკლედ ეს ჩვენი ანკერი ავიღეთ შევაერთეთ პროექტორში იმიტომ რომ აქ ხო არ არის ელექტროობა რა ეხა მზის პანელზე არის რამოდენიმე ნათურა მუშაობს მაგრამ ფენსაც ვერ შეაერთებ რა მზის პანელი ეგრევე იხარჯება ამიტომ წამოვიღეთ ანკერი შევაერთეთ ჩვენი ისე წამში ჩაერთოთ ძალიან იოლია და მე და მარიშკა ჩაუჯექით ჩვენ ეხლა უნდა დავამონტაჟოთ თან მარიშკა სამონტაჟო და თან გავუშვებთ ეკრანს ხო ვაი და დაგჭირდა როგორ ამბობ ნიკა ტექნოლოგი თუ როგორ ამბობ ტექნოლოგია საკუთარ თავს უყურებენ ისე სხვათა შორის იმას აბა მანახე ამ პროექტორს YouTube-იც ჩაშანებული აქვს Netflix-იც და Disney Plus-იც მოყვე უფასოა უფასო არ Wi-Fi-ს დაერთებ და აი ამ პულტის მეშვეობით ხო ჩვეულებრივად არც აკაუნთი არ გაქვს ხო უკან ხო ნუ აკაუნთი უნდა გქონდეს მაგრამ არც ლეპტოპი არ გჭირდება და არც ტელეფონი არ გჭირდება ვა ჩერთე რა ჩართი აბა 1 2 წავიდა აი ეზადავები დამპალო კარკოს ფიზერაზე თვითა ისოლარის ცოტა გავს რაღაც აი მაშინაც გაჭიდილი ქონდა გოგოებს ჩვენება აქვთ აქ თავიანთი ბლოგის არა და აქედან ხვალდილ ძალიან მაგარი ხედი ექნებათ და გავაგრძელებთ მუცოში გზა საუძრობით კოშკებში ხო ხო და შენ რაღაც ტაიმლეფსი გადაიღე ხო ღამის კი მერე წავა ეხა სა მოგივიდა რომ გადაიღე ჩართული არის გაშვებული აი ნახოთ აბა ნახოთ აბა Dreaming, can't you see? In a plane filled with light, where the flowers bloom so bright. Every shade, pure delight. We are dancing day to კარგი დილა გათენდა არტოტში. ნუ შეხედე კარგი რა, ძალიან მზიანი იყო და მთაში როგორც იცი, წამში ერთხელ ამინდი რო იცვლება, ეხლა მე მგონი წვიმას აპირებს, ამიტომ ეს ჩემი სარაფანი, რომელიც აქ უადგილო. უკვე ხო, უკვე ვიცით. მოდი ეს დავდოთ რა აქ. ჩვენი მოგზაურობის განუყრელი მეგობარი გახდა. აი ეს პიროვნება რომელიც აუცილებელია რომ თანადაროთ. მარიშკა საჩუქეთ გეხვეწები ვიღაცა, მითხრა კრაშავს ჩვეულებრად. მე ეს მომწონს.
არა, ეხლა ჩემ ჩანთაზე შეიძლება ჩამოკიდო ეს და რომ დადიხარ თან მუსიკა გაქვს. ის გვაკლია კიდე JBL-ი იმაზე რა ქვია, სიარული. ჭილოფის ჩანთაზე, სხოლში ძომ. ჭილოფის ჩანთაზე. რა გვარებში ვარ? ცერცხვილი და თავის მოჭრა. არდოტელებში ვარ. არდოტელები ხართ? კაი, არ გადამრიო. არა, მაგარია, საიდან ხარ არდოტიდან და რა გვარი ხარ არდოტელი? თქვენ აქ გათხოვდით. კი, 95-ში გავთ. თქვენ აქ გათხოვთ, მაგრამ აქაურობა გიყვართ როგორც სახლი. რა თქმა უნდა. აი, ერთი თვისება, რაც აქაურობაზე ხალხმა არიციან და გინდათ რომ ყველა მიცოდეს. აი, რა თვისება ახასიათებთ აქაურ ხალხს? თავმდაბლობა ყველაზე ძალიან. თავმდაბლობა. კი. მე უბრალოდ ისე ვიტყვი, თავმდაბალი ხალხი ვარ და თავმდაბალი. და ერთი ხალხს უცხორია ადრე ძალიან, კი. ხა არავინ დარჩა. ხო და ჩვენ და მურვა ვართ სამთარში დარჩენილი მარტო. ხო. საფხულში არიან 1-5 ოჯახი კიდე ამოდის. თქვენ რო გათხოვდით, აქ 12 კომლი იყო და ეხლა ზამთარში მხოლოდ 2 რჩება. ზამთარში 2 რჩება. ხო და როგორია ეგ ზამთარი? ზამთარი ისე. გადაწახებთ ერთი ფრთიდან მეორე ფრთაზე. ხო, ესე ვეძახით. რა ხდება მაგით? კი. კი, მადლობა ღმერთს ინტერნეტი არის. და ყველა მადლობა უნდა გითხრათ თქვენს აი სათითაოდ ის ადამიანები, ვინც რჩებიან, კერასინ არჩუნებენ, სასტუმროს აკეთებენ, მასპინძლობენ ხალხს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამბავი. მარტო ამის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია რაღაცა შევინარჩუნოთ და მგონია რომ ეხა ნელ-ნელა ხალხიც ჩამოვა, გამოცოცხლდება, შიდა ტურიზმიც უფრო პოპულარული გახდება, უცხოელები ისედაც დადიან, მაგრამ ქართველებმა უნდა იარონ ხშირად ჩამოიყვანონ ბავშვები და ბოლოს და ბოლოს ვაჟა-შაველა სანამ წაიკითხა, ხო უნდა ნახოს სად გაიზარდა ვაჟა-შაველა. თუნდაც აქედან იყოს ვიატაური მაგისი პოების. კი. აი, ბისო არის ის ადგილი, გაღმა მხარე, რა მთელი ტერიტორია, ბისოს მოვიდა ამბავი რო არის. ხო. ეგ იმ ბისოზე კი არ არის სოფელი რო არის. ამაზე არის ხნათესვა მიდიოდა მან. აი, ყანები არის ნახნავი, ზოლები რო არის. ეგ სულ ყანები იყო ხალხი მან ხნავდა და მან თესავდა. მოიცა იქ ზემოთ? კი. ამ ზემოთ მე უნდა. იქ იყო ყანა. ყანა როგორც ესეთი 2000 რამდენი მეტრი იქნება? 2100-ზე ვართ ჩვენ. 100. ის კიდევ ზემოთ იქნება. გიო შენ გაქვს რამე ვისა? თვლელი თვალში? 2700 იქნება. 2700-ზე ყანა გადასარევი. გადასარ ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა საქართველოში. ქორწინების ტრადიციები ვიცი რომ აქ განსხვავდებოდა. როგორი იყო? მე არ მოვესწარე სიმართლე გითხრათ, მაგრამ გადმოცემით ვიცი რომ პატარძალი და მეფე ესე ერთად არიჯდნენ და ანუ ერთმანეთს არ ხედავდნენ. პატარძალი იყო დამალული სადღაც ბნელში და მიდიოდა მარტო კეიფი. უიდე და ესე მოყავდათ. რა გაიცან თქვენ ცოლი. დედა ხალხი სიყვარულით ქორწინდება და ერთმანეთს ერთ კვირაში ვეღარ უძლებენ და ეგრე როგორ გაჩავდნენ? არ ვიცი. როგორ ხდებოდა. მე ჩვენ დროს შეულებრივად შეიცვალა. მახსოვს მე რომ ბავშვი ვიყავი ესე დასვამდნენ ხოლმე ერთად მეფე პატარძალს ხალი ჩაიყო. ბამბით დაწერებული ისურვებთ მეტნიერება. მე მოგიწოდებთ რომ ყველა ჩამოხვიდეთ, guest house ტარტოტი მოინახულოთ, ძალიან კომფორტულია, ძალიან მყუდროა, ძალიან გემრიელია, ულამაზესი ხედებია, თბილისიდან სადღაც 4 საათნახევარით აქ ჭირდებათ, მაგრამ რაც კი პრობლემა და შფოთო გაწუხებთ, ყველაფერს დატოვებთ ქალაქში და აქ შეიძენთ სულიერ სიმშვიდეს. ხოსტორს ვამბობ. ალბათ მართალი ხარ. არაჩვეულებრივი ქალბატონი არდოთელი დაგხვდებათ, გიმასპინძლებთ და რაც თავარია ერთმანეთს ხარი დაუჭიროთ, გავამაგრებთ ქართველებმა ქართველები, ხო? მარიშკა. ჩვენ მივიდიო, ჩვენ მივიდეთ მიცუს. ძაბავს, იმიტომ რომ მუცოს ამბობენ და აქაურობი მიცუს. მიცუ არის ეს. მე ეხლა ხონიშჭალიდან ვარ წარმოშობით, შეთიკაური ვარ, ჩემი გვარი შეთიკაური და ჩემი ქმარი არის არდოტელი და ჩვენ წარმოშობით დაიაურები და შეთიკაურები ვართ მუცოდან. როგორც ვიადაურები და არდოტელები არიან არდოტიდან, ესე ვართ ჩვენც. არა, ჩვენ ჩამოდიოდით მუცო ვიცოდით და მე კომუნისტების დროს გადაკეთდა ეს ანუ. ხო. ისეთი, მაგან გამოიწვია ბევრი რაღაცის შეცვლა. წავედით? ხართ მართლა არ გაგიჭირდა. ძალიან დიდი მადლობა. უღმესი მადლობა. ჩვენ წავედით ახლა. სუდი სადმე რამე არ გამომაჩინოთ და ხოცოთ იცოდე, იბო გაგნიხოთ.
ფუტკარია აქ. ძალიან ბევრი ფუტკარია, მაგრამ ამიტომ უნდა გეცვათ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად შეხედეთ აი ესე. და დაცული ხარ რა, უბრალოდ ძალიან სქელი მასალაა და რომ გიკბინოს, ანუ არ გეტკინება, ვერ იგრძნობ. თმა კარგად მაქვს. ეს ჩემი ცისფერი მაისური უხდება ამ ყვავილებს? ძალიან. ესაა ალპური ყვავილები, რომ მოინდომო ბარში, ამას ვერ გაზდი. რაც თავარია, წყალს დავლევ და წესებს გავიხსენებ. თაში ვსვავთ ბევრ სითხეს, იმიტომ რომ დეჰიდრატაცია უფრო ჩქარა ხდება, იმიტომ რომ ძლიერი ინტენსიური მზეა, შესაბამისად კლუბ-კლუბი სულ უნდა დალიო, რომ სადღაც დღეში 1-2 ლიტრი უნდა მიიღო, რომ შეინარჩუნო ენერგია. ერთი სული მაქვს, როდის ავალთ და ძალიან მაღალი აღმართია, დახრაც მაღალია, შესაბამისად სითხე დაგჭირდება. წყალი თან მიგვაქვს. და ამ ყვავილებში მინდა ლამაზი ფოტოები და ნიკა ლებანიძე დააბრუნოთ გადაღებაზე. ძალიან ბევრი ხალხი არის და ყველა აქ ჩერდება. ძალიან საყვარელი ყავის სპოტი არის ესეთი. და აქ 1 საათი რო გარჩერდე, უამრავ ადამიანს გაიცნობ და შეხვდები. სადაც იყო ეს სოფლები, ყველა სოფელი არის, აი იქაც ნახე სოფლა არის. გაშენებული ისეთ ადგილებში, რომ ქვევიდან რომ მიდიხარ ხეობაში, რეალურად არ ჩანს. და რაღაცა სტრატეგიული ადგილებია რა, ეთყობა აქ ძალიან ბევრი ომი იყო, შემოსევები, გადასვლები, გადმოსვლები, მოკლედ რეალურად თავდაცვისთვის ძალიან მაგრა ქონდათ განსაზღვრული ადგილები, სად უნდა ყოფილიყო სოფელი და ერთ-ერთი არის ეხლა სადაც მივდივართ რა. მიცუ. ძვლები? ანუ აქაც ანატორის მსგავსია, ხო? თავის ქალა. თუ სწორად ვხვდები, ერთ-ერთი ის აკლდამაა, სადაც ადამიანები, როდესაც დაავადებოდნენ, თავისი ფეხით მოდიოდნენ და აქ ცხოვრების ბოლო წუთებს ატარებდნენ. ძალიან სევდიანია, აქ რო დგახარ და ფიქრობ, რამდენი ტკივილი და რამხელა სიმამაცე სჭირდებოდათ ამ ადამიანებს. ესეთი არის ჩვენი ხევსურათი. მისტიკური და ძლიერი. ახლა ავიდეთ ზემოთ. სხვათა შორის ბილიკი ძალიან იოლია, ჩემთვისაც კი ძალიან მარტივია. ეხლა მივხვდი რატომაც ვერ შემოესია მტერი ვერასოდეს დაეზარებოდათ აქ ამოსვლა. აქ უფრო ვიწრო ბილიკი არის. თან აქედან რომ დაუშვენდნენ ყუია წამალს, ჩაგორდებოდნენ კვახებივით ქვემოთ. რამდენი ისა აქ? ხო. თოფური. კი, რამდენი არის? სუსათოფურები არის. პანჯერაში არ აგერიოთ. მუცო შემთხვევით არ წამოგწდეთ. მიცუ. თორე გეტყვიან რამ გაგარუსათო. რუსები ვერ ამბობდნენ მიცუს და უძახდნენ მუცოს. ამიტომ სწორია მიცუ და არა მუცო, რატო არა? შატილის აქეთ რო მიღმა ხეველები არიან. ეხლა წავიჭორავთ? მიდი. აი ის რანაირად. ნიკა, რა რომანტიკულ მოუძე ხარ? მან ფოტო მინდა მე.
დადი რა დამონები დავირა ცოტა ხანი რა შემე. რავი, სად ახარ გიო? ილაპარაკე. ესე იგი ვართ მიცუში. მოიცადე დავჭდე. და არის ძალიან რაღაცნაირი გარემო რა. აი შუა საუკუნეებში ძველ ხევსურეთში მოხვდებით აქ რო ამოხვალთ რა. ანუ აი რაღაცა ის იგრძნობა, ხმა გესმის რა აქაურების რა. აქაურების ხმა ისმის ახლა. ნინუცა როცა ჩუმდება, მაშინ განსაკუთრებით. მე რა გავჩუმდე თქვენ რა გიშველები. ხო და რავი. ჩემი აზრით ყველა ქართველი უნდა იყოს აქ ნამყოფი. ჩემი აზრით. დალე წყალი. აქ დავლებ დამინიშნა იქიმა ბევრი წყალი დალე ხოლმე. გეხვეწებით თუ მარჯიკა გიყვართ ვიმე მაჩუქეთ ეს პოლაროიდის. ჩემი სიყვარული გახდა. ვერ მოიცილა. ძალიან მომწონს, თან ფერიც ძალიან კაი აქვს. ხო, მეგონი ფერი მოხსნის ყველაზე მეტი. ხო. მიდი. 2 3 პირველი რაც მინდა ვთქვა, რომ აქაურობა თითქმის დაცლილია. და ძალიან დიდი პატივი უნდა ვცეთ იმ ადამიანებს, ვინც აქ დარჩნენ, აქაურობას ინარჩუნებენ, ამიტომ ხშირად უნდა ჩამოხვიდეთ აქ, დაათვალიეროთ აქაურობა და აქაური ბიზნესი ნელ-ნელა ავამუშაოთ, რომ დოვლათი შემოვიდეს და ნელ-ნელა აქაურობა გამოცოცხლდეს. და მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ისეთი დასაფასებელია, რომ აქ ვინ ცხოვრობს, აქაური კოლორიტები, უფროსები ან ახალგაზრდებიანა, იცავენ იმ ტრადიციებს, რაც მათ წინაპარმა დაუტოვა რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა. არ ცდილობენ გათანამედროვეობას აქაურობის. ხო და ეს მაგარი ქვეყანა რომ მოგატაროთ და ისეთი ადგილები რო განახოთ, სადაც ბევრი არ ხართ ნავყოფები. გამოგვიწერეთ რა. და მე უნდა გამეორონ ჩვენი მარშრუტები. აუცილებლად. ადამიანებთან უნდა და ჩამოხვიდეთ. ჩვენ შეგვიძლით ამ მარშრუტებს მე ნელ-ნელა დავიწყოთ დადებას რა. ძალიან გულიანია აქაურობა რაღაცნაირად. დავტოვოთ ეს აქ, ჰა? უნდა. და დავტოვოთ. დავტოვოთ. მე არ ვარ წინააღმდეგი. დავტოვოთ ნინო აქ. ჰა? მოგწერეთ. ეს ნინო რო არ იყოს, რითი გაერთობოდა ეს ხალხი რა. ვერაფრით. დაამუღამა ამან ოსმო და გაერთო.